დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე დიდ ფასეულობასა და ღირებულებაზე. როდესაც ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლეზე. და რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ თავისებურებაზე, რომელიც გულისხმობს ადამიანის ცხოვრების წესს, ადამიანის ცხოვრების ხარისხს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ 21 საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრების წესი მკვეთრად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ეპოქის ადამიანისგან. და ამაში ბევრი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ბრალდებული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც ადამიანებისათვის ყოველთვის იყო მამოძრავებელი, ერთ-ერთი მამოძრავებელი ნამდვილად და ახლა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს დამოკიდებულება. მოდით სიტყვა დამოკიდებულება აუცილებლად დაუკავშიროთ იმ მამოძრავებელ ხაზს, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია. განსაკუთრებით გასული საუკუნის განმავლობაში მეცნიერებმა დაიწყეს მსჯელობა რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის სიამოვნება და საითკენ უბიძგებს სიამოვნება ადამიანს. დიახ, ადამიანი აღმოჩნდა ის მოვლენა ბიოლოგიურ სამყაროში, ისევე როგორც ყველა სხვა ჩვენი მსგავსი ძუძუმწოვარა, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს ლტოლვა სიამოვნებისკენ. მაგრამ ადამიანებისათვის ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთი ადამიანისთვის მით უფრო სიამოვნებისკენ ლტოლვა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ცხოვრების აზრიც კი აღმოჩნდა და ასეთ შემთხვევაში ნიკოტინზე დამოკიდებულება, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ეკრანზე დამოკიდებულება, კოფეინზე დამოკიდებულება და მრავალი სხვა დამოკიდებულება სხვა არაფერია თუ არა ცხოვრების წესი, რომლის საფუძველი არის კონკრეტული ნივთიერების მიმართ, კონკრეტული ქცევის მიმართ, დაუოკებელი სწრაფვა სიამოვნებისკენ, რომელსაც ეს კონკრეტული ნივთიერება ან ქცევა ადამიანს ანიჭებს და რომელიც აყალიბებს სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წელს სახელად დამოკიდებულება. დღევანდელი ჩვენი სიახლე ამ დამოკიდებულებათა სიას კიდევ უფრო გააფართოვებს. უკიდურესად დამუშავებული, ანუ ულტრაპროცესირებული საკვები ადამიანებში აღძრავს დამოკიდებულებას. უფრო მეტიც, მაგალითად, აზარტული თამაშებით გატაცება ქცევითი დამოკიდებულება. ოპიუმით გატაცება, ეს არის კონკრეტულ ნივთიერებაზე დამოკიდებულება. აი, რაც შეეხება უკიდურესად დამუშავებულ, ანუ ულტრაპროცესირებულ საკვებს, იგი იწვევს დამოკიდებულებას, რომელიც ერთდროულად უკავშირდება ქცევასაც და ნივთიერებასაც. ჯერ კიდევ 2018 წელს ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებიც უკვე აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ დამატებული შაქრებით და ცხიმებით გაჯერებული საკვები ძალიან მაღალ ადიქციურ პოტენციალს გულისხმობს, ანუ მათ აქვს დიდი შესაძლებლობა ადამიანებში გამოიწვიონ დამოკიდებულება. 2025 წლის შემოდგომაზე ჟურნალ Addiction-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დიახ, ადამიანებში შეიძლება ამ საკვებმა პროდუქტებმა გამოიწვიოს დამოკიდებულება და იწვევს კიდეც. შეისწავლეს 50-დან 80 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი და განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი. გაგიკვირდებათ და შუა ასაკის პირებს აღმოაჩნდათ. უფრო მეტიც, ქალბატონებში ეს მაჩვენებელი, ანუ დამოკიდებულების ხარისხი ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მამაკაცებში. ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ კი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორ ეშლი გერჰარტმა ეს პრობლემა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფსიქოლოგიურ ჭრილში და ბრალდებულიც კი დაასახელა კერძოდ ამ ტიპის პროდუქტების მწარმოებლები, რომლებიც ხელოვნურად გეგმავენ ზოგიერთ შემთხვევაში საკვების შემადგენლობას იმისთვის, რომ სწორედაც დამოკიდებულება აღიძრას ფართო საზოგადოებაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე, მას შეიძლება თუ არა ჰქონდეს ასაკობრივი და
გენდერული თავისებურება. მას შეიძლება ჰქონდეს სირთულეები, რომლის შესახებაც საზოგადოება არ იცის და მრავალი სხვა კითხვა იქნება ჩვენი საუბრის ნაწილი და ამ კითხვებზე უპასუხებს ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ექიმი-ნარკოლოგი, პროფესორი ბატონი დავით ვადაჭკორია. დილამშვიდობისა ბატონ დავით. გამარჯობა თავდამარი. ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა, რასაკვირველია, თუმცა მე უნდა გავამხილო, რომ ყოველთვის ძალიან რთულ კითხვებს გახვედრებთ. დღევანდელი გადაცემა არ იქნება გამონაკლისი და ეს კითხვები არ არის პერსონალურად ჩემი კითხვები მხოლოდ. ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის კითხვები, ვისაც პრობლემა შეეხო. და მე დავუბრუნდები ფრაზას შეგნებულად, რომელიც უკავშირდება დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ასაკის და სქესის მნიშვნელობას, გენდერულ თავისებურებას, მოდით უფრო ზუსტად რომ ვთქვათ. და ეს დღევანდელ თემასთან მიმართებაში არის ყველაზე სწორი წახნაგი, იმიტომ რომ ქალებში დამოკიდებულებაზე უნდა ვისაუბროთ. რატომ გამოვყავით? თანამედროვე მედიცინამ რატომ გამოყო ეს საკითხი? თქვენ ნარკოლოგები რატომ საუბრობთ ბოლო წლებში განსაკუთრებული ხაზგასმით სწორედ ამ დამოკიდებულებაზე? ეს რაღაც სხვანაირი მოვლენაა? თუ ეს არის დამოკიდებულება სხვანაირი წახნაგებით, სხვანაირი სოციალური შედეგებით, თუ ყველაფერი ერთად? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა რომ ამ საკითხებით ინტერესდებით და ვაცნობთ საზოგადოებას მნიშვნელოვან მომენტებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, მსოფლიო პრობლემაა. მსოფლიო ლიტერატურაში რასაკვირველია, ცალკე გამოყოფენ ქალთა დამოკიდებულებას. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს განსხვავებებზე, განვითარებაზე, მკურნალობის შედეგებზე, ამასთან დაკავშირებით. რატო? იმიტომ რომ ემოციური, ენდოკრინული, სოციალური ფაქტორებით გამომდინარე, მიმდინარეობა დამოკიდებულების ქალებში განსხვავებულია. ემოციურობის გათვალისწინებით, მარტოობის პრობლემის გათვალისწინებით, ძალადობის მომენტების გათვალისწინებით, რომელსაც ხშირად ხვდება ქალები, მიმდინარეობა დამოკიდებულების გაცილებით უფრო სწრაფია ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ანუ ფაქტიურად გამოყოფენ ძირითად მნიშვნელოვნად ესტროგენულ ფაქტორს ანიჭებენ, რომ დაახლოებით 2-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება დამოკიდებულება ქალბატონებში ვიდრე მამაკაცებში. და ამაში ქალის სქესო ჰორმონია დამნაშავე. რასაკვირველია, ძირითადად დღეს ითვლება, რომ ესტროგენების სიჭარბე მაინც ძირითადი წამყვანი ფაქტორია ჩამოყალიბების სისწრაფის თვალსაზრისით. რაც შეეხება მიმდინარეობას, უფრო ათვისებნიათ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო დამანგრეველი შედეგებით მიმდინარეობს ორგანიზმისთვის და მკურნალობა, რეაბილიტაცია გაცილებით უფრო რთულია ვიდრე მამაკაცებში ხდება. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ძირითადად ენდოკრინული თავისებურებიდან გამომდინარე, ფიზიკური თავისებურება, ფსიქოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, ამიტომ ცალკე გამოყოფენ რასაკვირველია ქალთა ალკოჰოლის მაგალითად, ქალთა დამოკიდებულებას, წამალდამოკიდებულების თვალსაზრისით და თავისებურებები, რაც ამ დამოკიდებულებას გააჩნიათ, სერიოზულად განსხვავდება იმ მოვლენებთან მიმართებაში, რაც მამაკაცებში ხდება. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულება და ის რისკები, რომელიც ქალის ორგანიზმს აქვს ფიზიოლოგიურად, მისი აგებულებიდან გამომდინარე, მისი ვთქვათ, ჰორმონული სტატუსიდან გამომდინარე, ზოგადად ფიზიოლოგიიდან გამომდინარე. მაგრამ თუ გადავხედავთ, თქვენ ბრძანეთ, რომ ზოგადად დამოკიდებულება ქალებში აქტუალურია. გადავხედავთ დამოკიდებულებას მაგალითად ქცევითი თვალსაზრისით აზარტულ თამაშებზე, მაგალითად ნივთიერებებზე დამოკიდებულებას, ასეთ შემთხვევაში ნიკოტინიც არის საგულისხმო, ალკოჰოლიც არის საგულისხმო, ოპიოიდებიც არის საგულისხმო და ასე შემდეგ. რომელი ტიპის დამოკიდებულებაა ყველაზე მეტად, ყველაზე ხშირად ქალებში? თუ ყველა ტიპის დამოკიდებულება არსებობს, ისევე როგორც დანარჩენ დღეს მსოფლიოში და საქართველოში ყველა ტიპის დამოკიდებულება ხდება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ წამყვანი არის დღეს საქართველოში
უპირველეს ყოვლისა ალკოჰოლზე დამოკიდებულება და სედატიურ საშუალებებზე დამოკიდებულება. სამწუხაროდ. რატო ეხლა ეს მარტობის განცდა, ეს დეპრესია, ემოციური გამოფიტვა, გარკვეულწილად რისკ ფაქტორია აი ქალბატონის სურვილისა, რომ რაღაცა გზები იაროს დამშვიდების კუთხით. ანუ რეალობას გაექცეს? რეალობას გაექცოს, დამშვიდეს, რაღაცა წყნარ გარემოში გაანალიზოს თავისი პრობლემები და ამ გაქცევის გზად ხშირად ალკოჰოლი და სედატიური დამამშვიდებელი საშუალებები გვევლინება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ეს გარკვეული ეტაპია. როდესაც უკვე ტოლერანტობა ვითარდება ამ ნივთიერებების მიმართ, მერე უკვე ჩდება მოთხოვნილება უფრო ძლიერი ნივთიერებები მოიხმარონ და უკვე გადადიან სხვა საშუალებებზე, უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებზე და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია საქართველოს დაახლოებით 4-5 ძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ქალბატონია დღეს საქართველოს. ეს რაც ოფიციალურად ცნობილია. ოფიციალურად ექსპერტული შეფასებით, ერთია კაი ვთქვათ, რომ უნდა გითხრათ, რომ აი სოფლიოში არის დაახლოებით 30% ქალბატონების დამოკიდებულების მაჩვენებელი. ჩვენთან დაახლოებით 10%-ია. დაახლოებით 10%, მაგრამ მაინც 4-5 დამოკიდებული ქალბატონიც ამ პატარა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა რასაკვირველია. თუმცა ჩვენ დავივარავდოთ, რომ მაინც შესაძლოა იყოს სადღაც დამოკიდებულება, რომელიც არ არის აღნუსხული და არ არის ცნობილი. და აქ მე მენიშნა თქვენი ფრაზებით. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვით ხაზი. თქვენ ბრძანეთ ძალადობა, რომლის მსხვერპლით სამწუხაროდ არის ქალი. და ეს ძალადობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფორმას იძენს და თქვენ აგრეთვე ახსენეთ ტვირთი, რომელიც აქვს ქალს და ბევრი ამოცანა, რომელიც მას აქვს გადასაჭრელი. ეს სხვათა შორის არის სოციალური, მძიმე სოციალური ფაქტორი, სადაც მაგალითად ფუნქციები ქალისა და მამაკაცისა შეცვლილია ბევრ ოჯახში. უამრავი ამოცანის გადაჭრა, უამრავი ტვირთის თავის თავზე აღება უწევს ქალს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ისევე როგორც ქალი აღმოჩნდება ხოლმე ის გამეტების ობიექტი და ის განტევების ვაცი, რომელზედაც ძალიან განსხვავებულ გარემოში სხვადასხვა ადამიანი ამოიყრის ხოლმე ჯავრს. ეს შეიძლება იყოს მცირე ასაკის გოგონა და ეს შეიძლება იყოს ზრდასრული ქალი, საკუთარი ქმრის მიერ ძალადობრივად ლამის ფიზიკურად განადგურებამდე მისული. აი ეს ფაქტორები ვიცით, რომ ასოცირებულია, გვაქვს ასეთი ფაქტები, როდესაც სწორედ ასეთი მდგომარეობა ქალისა არის წინაპირობა იმისა, რომ ქალი ხდება დამოკიდებული. რასაკვირველია ხა. სამწუხაროდ ბევრი მყოლია ეს ქალბატონი, რომელსაც ეს პრობლემები გააჩნია. და როცა ჩავძივები მიზეზებს, რასაკვირველია ეს მოდის იმ პრობლემებიდან, რომელიც აქვთ ოჯახებში. ძალიან ხშირია ეს პრობლემები, რასაკვირველია იმ ოჯახებში, სადაც დამოკიდებულების ფაქტი უკვე არსებობს. იგივე მეუღლის თვალსაზრისით, ან მშობლის თვალსაზრისით, იქიდან ხშირად მოდის მერე ქალბატონებში ეს პრობლემა. მეორე პრობლემაა ეს გარკვეულწილად ეს მოუგვარებლობა ოჯახური ურთიერთობების და პრობლემები ოჯახურ ურთიერთობების და გარკვეულწილად ხშირად უთქვიათ, რომ იმდენად მძიმე პრობლემების წინაშე ვიჯექი, რომ აი რაღაცა ჩემ თავისთვის რო არ დამეშავებინა განტევება და დამშვიდება ამ საშუალებებით მომნახეო. აქედან გამომდინარე, ეს თვითონ დამოკიდებულება სოციალური პრობლემაა, მით უფრო სოციალური პრობლემაა ქალბატონებში. ეს სოციალური მომენტი ამ ქალბატონში გაცილებით უფრო მკაფიოდ ჩანს და თვალსაჩინოა. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სამწუხაროდ ეს პრობლემა, დამოკიდებულების პრობლემა ქალბატონებში გარკვეულწილად მასკირებულად მიმდინარეობს. შენიღბულია იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად აი როცა მამაკაცებთან გვაქვს შეხება, ხშირად თავის სოციუმში ხდება ალკოჰოლის მიღება, ფსიქოაქტიური ეს ქალბატონები ხშირად აი შენიღბულად ხმარობენ ამ საშუალებებს, მარტო ხმარობენ და აქედან გამომდინარე ეს შენიღბვის მომენტი რასაკვირველი არის.
და ეს უფრო ართულებს. რასაკვირველია, უფრო ართულებს ამ კურნალობის ხელმისაწვდომობას და ასე სოციალური სტიგმა რასაკვირველია კიდე ცალკე არის პრობლემა, აქედან გამომდინარე ურთულეს კომპლექსური პრობლემაა დამოკიდებულება ქალბატონებში და კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვა, რომ რასაკვირველია გენეტიკურ ბიოლოგიურ ფაქტორებს უდიდესი მნიშვნელობა. ანუ წინასწარ განწყობს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურ ფაქტორებს. ანუ ფაქტიურად სტატისტიკურად დაახლოებით 2-3-ჯერ მეტი რისკია დამოკიდებულების განვითარების იმ ოჯახში, სადაც მშობლებს აქვს ეს პრობლემა. 2-3-ჯერ უფრო მაღალი. მაგრამ მარტო ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორებია. სოციუმი მიკრომილი სოციუმი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. და პრობლემა კიდე რომ მიმართვიანობა დახმარებისთვის გარკვეულწილად აი სტიგმის გამო შეზღუდულია პრობლემატური ერას. აი ბევრი ყოფილა შემთხვევა რომ აი წლები მაქვს ეს პრობლემა რომ ვერ ბედავდი ექიმთან მისვლას, იმიტომ რომ გარკვეულად აი სოციუმის ტვირთი ისე მძიმედ აწევს რომ აი ეს სტიგმატიზაცია ხელში განსაკუთრებით საქართველოში რამწუხაროდ, ხო? თქვენ ახსენეთ რამდენჯერმე სიტყვა სტიგმა და უნდა ვაღიაროთ რომ სტიგმა განსაკუთრებით დრამატულად მოქმედებს ქალებთან მიმართებაში, იმიტომ რომ არის რაღაცეები, რის მიმართაც საზოგადოება შემწყნარებელია მამაკაცთან ურთიერთობაში. მაგალითად, მამაკაცი რომ თვრება, მამაკაცი რომ მთვრალ მდგომარეობაში ქმნის საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციას, მამაკაცი რომ დამოკიდებულია, ამასაც ზოგჯერ მაგალითად მშობლებიც კი, დედებიც კი გაგებით ხვდებიან ბრჭყალებში, რაც სრულიად მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ქალის მიმართ არ არის ასეთი შემწყნარებელი საზოგადოება. პირიქით, ქალის მიმართ დაუნდობელია და ვფიქრობ, რაზედაც თქვენ საუბრობდით, ეს მინიშნება, ყველას გასაგონად იყო ნათქვამი, რომ ეს სტიგმა ამ ქალებს ხელს უშლით, მაშინაც კი როცა პრობლემა უკვე აქვთ, უნდათ მიმართვა, მაგრამ აი ეს სტიგმა აფერხებთ და უჭირთ. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც გენდერულ თავისებურებაზე ჩვენ საუბრობთ, ასაკობრივ კონტექსტშიც დავინახოთ ეს საკითხი. არის თუ არა ამ ხრივ საფრთხე უკვე მოზარდებში. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ საუბრობთ აქსელერაციის, ანუ დაჩქარების კონტექსტში. უამრავი დაავადება, უამრავი სოციალური პრობლემა, მდგომარეობა, რომელიც თქვათ, საკმაოდ შორეულ ასაკში წარმოგვედგინა ძალიან დაჩქარებულია. ეხება თუ არა დამოკიდებულება მოზარდ გოგონებს. ჩვენს პოპულაციაში სამწუხაროდ ეხება. ვერ გეტყვით ისეთ კატასტროფული შედეგია თქო საქართველოში და სულათი რომელიც ბევრ ქვეყანაში, თუმცა რასაკვირველია არის ეს შემთხვევები. მოზარდ ასაკში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, განსაკუთრებით მარიხუანის მოხმარების, გარკვეული კლუბური ნარკოტიკების მოხმარების, რასაკვირველია არის ეს შემთხვევები და უმძიმესი სურათია ამ დროს, როცა მშობელი ამ ფაქტის წინაშე დგება, აი რადიკალურად ესეთი არასწორი მიდგომა აქვთ ხოლმე ხშირად მშობლებს. აი განსაკუთრებით ამ სტიგმის გამო, რომ მშობელი მამა გაიგებს, რომ ქალიშვილს ეს პრობლემა აქვს, იმის მაგივრად თუ რაღაცა მაქსიმუმი გავიღოთ, რომ რაღაცა ეს პრობლემა სამწუხაროდ საპირისპირო სურათს ვხედავთ ხოლმე და აი ეს ცნობიერების ამაღლება ამ თვალსაჩინო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწუხაროდ ეს ისეთი პრობლემა ყველა ოჯახში შეიძლება შევიდეს ეს პრობლემა, აქ არც სოციუმს აქვს იმდენი მნიშვნელობა, ეს არის შეძლებულ ოჯახებში, ღარიბ ოჯახებში სამწუხაროდ ესეა, ყველა სოციალურ ჯგუფში შეიძლება შეგვხვდეს და თავარია რომ ეს სწორი მიდგომა გქონდეს, რომ როცა აღმოვაჩენთ ამ პრობლემას კი არ დავსაჯოთ და პირიქით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდოთ და ნეგატივიზმი გამოვიწვიოთ ამ ბავშვში და საერთოდ მე შეიძლება უმართავი გახდეს სიტუაცია, არამედ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ეპიზოდი დარჩეს მის ცხოვრებაში და მე გარკვეულწილად აი სხვა ცხოვრება დაიწყოს, ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოს, რაც სრულებით შესაძლებელი. რატო ახლა პრობლემა კიდე ქალტომარი, რომ ამ მოზარდ ასაკში ჩვენთან საქართველოში ჩატარდა რამოდენიმე წლის წინ აი მოზარდ სკოლის ასაკის ბავშვებში
მე ვერ ვიტყვი რომ რადიკალური განსხვავებაა საქართველოს და თქვათ ევროპულ ქვეყნებს შორის, თუმცა გარკვეული სახის ნარკოტიკულ საშუალებებზე უფრო მაღალი ციფრი იყო საქართველოში მოხმარების თვალსაჩინო და გარკვეულწილად აი ეს გოგონებშიც იყო მაჩვენებელი მოზარდ გოგონებში რომ აი მოხმარება, განსაკუთრებით მარიხუანის, ხშირად ალკოჰოლის მოხმარება, კლუბური ნარკოტიკების მოხმარება ხდებოდა საქართველოში და სამწუხაროდ იმის შემდეგ კვლევა უკვე აღარ ჩატარებულა რამოდენიმე წელია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მართალია კატასტროფული სურათი არა გვაქვს, მინდა გითხრათ, მაგრამ ეს პრობლემა მისაღებია სკოლებში პირველ რიგში, აი სულ ლაპარაკობთ პრევენციის აუცილებლობას სკოლაში. გაცილებით იაფია, ხარჯეფექტურია, გარკვეული სახსრები გავიღოთ სწორად, დავაორგანიზოთ მუშაობა სკოლის ასაკში, ხო? და მყარი შედეგი მივიღოთ, ვიდრე როცა პრობლემა გაჩნდება იმის მართვა. გაცილებით უფრო ბატონო დავით. ეს საუბარი სულალი წლების განმავლობაში ანუ საუბარი საკმარისია მოზარდებთან? იცით რა, სწორედ მიწოდებული ინფორმაცია, ხო? მომზადებულ სპეციალისტს, იგივე ექიმს, სკოლის ექიმს, სწორი საუბრის ჩატარების შემთხვევაში რასაკვირველი ალბათობა იმისი, რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში. ეხლა ხო სკოლა ვატყობ ჩვენ ბავშვებს, აი რომელია სარისკო ჯგუფში და რომელთან მეტად გჭირდება ჩარევა და მართვა, იგივე მშობლების ჩართულობით და ასე შემდეგ, ხო? თუნდაც იმ წინასწარი განწყობის გათვალისწინებით. თან იმის გათვალისწინებით რასაკვირველია, როცა ის სკოლის ექიმა იცის, რომ ოჯახის წევს პრობლემა აქვს, ბავშვის ოჯახის, თვითონ ქცევა, გარკვეული ადიქტიური ცევა ბავშვს, ხო? რასაკვირველია ამ დროს ზომების მიღება გაცილებით უფრო ადვილია და ეფექტურია ვიდრე როცა პრობლემა გაჩნდება იმის მართვა. და აი ეს მიხარია რომ ამ თვალსაჩინო გარკვეული ცდელობები არის საქართველოში ახლა იმ პრევენციის ორგანიზების სკოლის ასაკის ბავშვებს. რა ძალიან მნიშვნელოვანია. უდავოდ და ჩვენი საუბარი სწორედ პრევენციას ემსახურება და გარკვეულწილად საზოგადოებისათვის პრობლემის შეხსენებას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ საუბრით დარწმუნებულები ვართ, რომ ერთბაშად არ გადაიჭრება ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი არგუმენტი ვახსენოთ. მე დაგისვამთ კითხვას და თქვენ მოკლედ მიპასუხეთ ამ კითხვაზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მყარი არგუმენტია. როდესაც რეპროდუქციულ ფუნქციაზე ვსაუბრობთ, მოზარდი გოგონების დამოკიდებულება არის თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მოგვიანებით რისკი. ასაკურე სამწუხაროდ. ის ენდოკრინული ცვლილებები, რომელიც წამალ დამოკიდებულების დროს ვითარდება მოზარდის გოგონების ორგანიზმში, სამწუხაროდ რისკ ფაქტორია მერე შემდგომში ამ ფუნქციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს დადგენილია ეს სათუ განცხადება არ არის, ეს უკვე დადგენილია, რომ დიდი რისკის ქვეშ აყენებს მოზარდი თავის ორგანიზმს გოგონა, როცა ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს. სამწუხაროდ ესეა. ძალიან დიდი მადლობა დავით დღევანდელი სტუმრობისთვის. მე უნდა ვთქვა, რომ თქვენთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე საკმაოდ რთული გზა გავიარეთ რთული გზა ერთი მარტივი მიზეზის გამო. დავიწყეთ საუბრები ისეთ თემებზე, რომელიც არ იყო საზოგადოებისათვის სასიამოვნო. მე დარწმუნებული ვარ, არც ამის მოსმენა სიამოვნებს საზოგადოებას, რომ ჩვენს პოპულაციაში ქალებს აქვთ დამოკიდებულების პრობლემა, რომ ამაში ბრალდებული ქალი არ არის და არ შეიძლება ქალი დაისაჯოს ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოებას თავისი წვლილი აქვს, ოჯახს თავისი წვლილი აქვს და აი ამ დროს გაცნობიერება პასუხისმგებლობისა არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც სტიგმის დაძლევაშიც დაგვეხმარება და პრობლემის გადაჭრაშიც. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ექიმი ნარკოლოგი პროფესორი ბატონი დავით ვადაჭკორია. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. თუ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ სიამოვნება და ვთქვით, რომ სიამოვნება ადამიანებში
ლტოლვას აღძრავს, სიამოვნება ადამიანებს უბიძგებს შეცვალოს ცხოვრების წესი და სიამოვნება არის ის, რაც დამოუკიდებლობას აყალიბებს, მაშინ რატომ უნდა იყოს ამ პროცესებისგან დამოუკიდებელი კვება? რასაკვირველია, არა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კვება სიამოვნება. და მიუხედავად იმისა, ერთ თეფშზე დავატებთ ამ სიამოვნებას თუ გადავანაწილებთ, პრინციპი რჩება საერთო ჩვენი წონასწორობისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორგანიზმის წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩვენ გაწონასწორებული, დაბალანსებული კვება გვჭირდება, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დღიური რაციონი სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტებად გადანაწილებული, სადაც მნიშვნელოვანია დღიური რაციონის ცოტა ნახევარი მაინც იყოს, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტიც ბოსტნეული და ხილი და ცილოვანი კომპონენტი შეხამებული მარცვლეულ ბრუღლეულთან. ეს არის კვებითი რეკომენდაციების ზოგადი პრინციპების შემადგენელი ნაწილი. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი რამდენიმე წახნაგისგან მინდა რომ დაინახოთ, უბრალოდ რამდენიმე წახნაგად დაინახოთ. დიახ, ჩვენ უამრავი ფაქტორი გვაქვს ყოველდღიურ კვებაში, რომელმაც შეიძლება ჩვენ გვიბიძგოს სიამოვნებისკენ და შესაბამისად გვიბიძგოს დამოკიდებულებისკენ. დამოკიდებულებისკენ ჩვენი ლტოლვა, უბრალოდ დამოკიდებულებისკენ ჩვენი გადაადგილება და ცხოვრების წესი ამგვარი ცვლილება. რასაკვირველია, შეიძლება იყოს ჩვენ მიერ გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი. მაგალითად, თუ ჩვენ დროში, ულუფად, რაციონად ვანაწილებთ ამ ყველაფერს, დიახ, შეიძლება ჩვენთვის სასიამოვნო აღმოჩნდეს კონკრეტულ დროს პროდუქტების მირთმევა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთვის შეიძლება სასიამოვნო აღმოჩნდეს კონკრეტული ულუფით და კონკრეტული ჭურჭლით მირთმევა და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ოჯახში აქვს საყვარელი ჭურჭელი და ამ ჭურჭლის გამოყენებისას განსაკუთრებულ სიამოვნებას გრძნობს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აგრეთვე ამ ჭურჭლით მირთმეული კონკრეტული პროდუქტების შესაბამისად რაციონი და აგრეთვე გავითვალისწინოთ კონკრეტული ადამიანისათვის საყვარელი კვების რაციონის, ულუფის, რეჟიმის გათვალისწინებით წონა არის ოპტიმალური მაჩვენებლები, სადაც ადამიანი თვითონ კარგად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები. და მეორეს მხარია, სად გრძნობს სიამოვნება ჩვენი ორგანიზმი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ესეც გასათვალისწინებელია. მაგრამ თუ კონკრეტულ ნივთიერებებზე ვისაუბრებთ, ალკოჰოლი ხდება ის ნივთიერება, მიუხედავად თავისი წინააღმდეგობრივი ზეგავლენისა ადამიანის ორგანიზმზე, რომელიც აღძრავს დამოკიდებულებას. კოფეინშემცველი პროდუქტები აღძრავენ დამოკიდებულებას. ეს შეიძლება იყოს ტკბილი გაზიანი სასმელების შემადგენლობაში, ეს შეიძლება იყოს ყავის ან მრავალი სხვა პროდუქტის შემადგენლობაში, მაგრამ საფუძველი იქნება კოფეინ დამოკიდებულება. მლაშე და ტკბილი პროდუქტები აღძრავენ დამოკიდებულებას, ანუ ადამიანი განიცდის ლტოლვას და განსაკუთრებულ სიამოვნებას ამ პროდუქტების მირთმევის შემდეგ. ცხიმიანი პროდუქტების მიმართ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დამოკიდებულება. ისევე როგორც ეს ყველაფერი შეიძლება იყოს შეხამებული ეკრანზე დამოკიდებულებასთან. რაც საკვირველია, ჩვენ შეგვიძლია დღეს ეს პროდუქტები ტრადიციულად ზონების შესაბამისად გადავანაწილოთ, მაგრამ მე ვეცდები აი ამ ყველაფრის ახსნა დავინახოთ იმ კანონზომიერებაში, რომელიც დღეს მედიცინამ ნამდვილად იცის და ძალიან დიდი ხანია უკვე ამაზე ვსჯელობთ. ვსჯელობთ სიამოვნებაზე, რომელიც არის საკვებში დაშიფრული და რომელიც ძალიან სჭირდება ადამიანის ორგანიზმს. ჩვენ გვჭირდება ფსიქოემოციური კომფორტი. ჩვენ გვჭირდება ცხოვრების მაღალი ხარისხი. ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ენერგიის მიღება და საკვები ნივთიერებების მიღება, არამედ აი ამ პროცესში, ტრაპეზის პროცესში სიამოვნების მიღება. ყოველთვის ასეა, სამწუხაროდ არა. ძალიან ხშირად ადამიანებს ამის ფუფუნება არ აქვთ. არადა ორგანიზმს ამგვარი მოთხოვნილება უცვლელად რჩება და ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, გაწონასწორებულად შერჩეული იმ თეფშით, რომელიც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტებს გულისხმობს. არის თუ არა ამ პროდუქტებში სიამოვნება, რა თქმა უნდა არის სიამოვნება. უბრალოდ ჯანსაღი პროდუქტების ურთიერთშეხამება თანამედროვე ადამიანს არ აკმაყოფილებს. მას სჭირდება, რომ ეს იყოს სასარგებლოც და იყოს გემრიელიც. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას
გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აღიქვამს. მე არაერთხელ მithქვამს, საკვები არის ინფორმაცია. საკვები არის ინფორმაცია, რომელიც დღეში რამდენჯერმე ხვდება ჩვენს ორგანიზმში და აუცილებლად გვაწვდის ინფორმაციას არა მარტო საკუთარი შემადგენლობის შესახებ, არამედ იმ მოვლენების შესახებაც, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მაგალითად ცოცხალ სამყაროში. აგრეთვე საკვები ძალიან კარგი ინფორმატორია ამა თუ იმ სოციუმის კულტურული ტრადიციების, ზოგჯერ რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების ხაზგასმაც კი ხდება ხოლმე საკვები პროდუქტების მეშვეობით და კონკრეტული კერძებით. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სოციალურ კომპონენტზე, სადაც საკვების ურთიერთგაზიარება არის რიტუალის ნაწილი, ესეც სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც სხვა ადამიანებთან ერთად შეთვისებას გულისხმობს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ პირველ რიგში გვეხმარება ჩვენი გრძნობათა ორგანოები. ანუ ჩვენ ხედავთ, ჩვენ ვეხებით, ჩვენ ვაგემოვნებთ, შევიგრძნობთ სუნს, გვესმის ხმაური და ხუთივე გრძნობათა ორგანო არის ერთდროულად ჩართული იმისთვის, რომ საკვები გავაანალიზოთ. და ხშირად ყვები ხოლმე მე ამის შესახებ და ეს ილუსტრაციაც თქვენ კარგად გახსოვთ არის ჩემი წიგნიდან, სადაც შემწვარი კარტოფილის ცნობილი ისტორია არის ძალიან დეტალურად მოყოლილი, როგორ მიგვარბერინებს კიბეებზე შემწვარი კარტოფილის სუნი და მე დაუფიქრებლად როგორ დავაგემოვნებთ მიუხედავად დაუბანელი ხელებისა. რასაკვირველია, ჩვენი ორგანიზმის ეს უნარი საკვები მიიღოს როგორც ინფორმაცია და ხუთივე გრძნობათა ორგანოთი ერთდროულად გაანალიზოს არის უმნიშვნელოვანესი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ სულ ცოტა 4 გემო. ეს არის ტკბილი, მლაშე, მწარე და მჟავე. ამაზე შევთანხმდით 1000 წლეულების მანძილზე, რომ დიახ, საკვებს აქვს ეს მახასიათებლები. თუმცა გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი იყო, როდესაც მეცნიერებმა კონკრეტული არეები პირისღრუში და მათ შორის ენაზეც შემოსაზღვრეს გემოების შესაბამისად. ანუ რომელი უბანი ენისა არის პასუხისმგებელი რომელი გემოს შეგრძნებაზე. უფრო მეტიც ეს რუკა არის იმდენად დამკვიდრებული, რომ დღემდე არაერთ წიგნში წააწყდებით. შეიძლება სახელმძღვანელოებშიც კი, თუმცა ეს თეორია უკვე დიდი ხანია უარყოფილია სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და დღეს დანამდვილებით ვიცით. არა მხოლოდ ერთი უბანი, არამედ მთლიანად პირისღრუა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ შევაჯეროთ ჩვენი შთაბეჭდილებები, უფრო მეტიც არა უბრალოდ პირისღრუ, არამედ ცხვირხახა და სხვადასხვა გრძნობათა ორგანოს ერთდროული ჩართულობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევაფასოთ საკვები როგორც ინფორმაცია, ხოლო თანამედროვე ცოდნას ამდიდრებს კიდევ ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება ახალ მეხუთე გემოს, რომელიც არც ისე ახალია უკვე და რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გახდა მეცნიერთათვის აქტუალური, კერძოდ იაპონიაში. სწორედ იაპონიაში დაიწყო კვლევა იმ გემოსი, რომელსაც დღეს უმამი ჰქვია და რომელიც ძალიან ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი სიტყვაა და რომელიც სასიამოვნო გემოს ნიშნავს იმ მეცნიერის დამსახურებით, იმ იაპონელი პროფესორის დამსახურებით, რომელმაც პირველად სწორედ ამ სახელით მონათლა ეს პროდუქტი და უკავშირდება მასში, ანუ პროდუქტებში, რომელსაც უმამის გემოს აღძვრა შეუძლია, გლუტამინ მჟავას შემცველობით. დიახ, თუ პროდუქტებში არის გლუტამინ მჟავა, ან მისი მარილები ადამიანის ორგანიზმში არის ისეთი ბიოქიმიური იმპულსები, რომელიც გვეუბნება, რომ დიახ, ჩვენ აღგვეძრა შეგრძნება გემოსი სახელად უმამი. და ეს ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში აღმოაჩინეს, უბრალოდ სახელი დაარქვეს იაპონიაში და უმამი იაპონურ კულტურას დაუკავშირეს, სინამდვილეში ეს გემო ჩვენთვისაც ნაცნობია. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ცილის გემო.
ეს არის ნებისმიერი პროდუქტის გემო, რომელიც ჩვენს ტრადიციულ კერძებს განეკუთვნება. ეს არის ნებისმიერი ტრადიციული ხორციანი კერძი, ეს გახლავთ ხაშლამა თავისი ნახარშით, ეს გახლავთ სხვათა შორის ისპანახი, ეს გახლავთ რძის ნაწარმი, ეს გახლავთ ნიგზით შეკაზმული, მაგალითად ისპანახი, ნიახურთან ერთად, პომიდორთან ერთად, აი ეს გახლავთ ზუსტად ის შთაბეჭდილებები, რომელიც აღძრავს უმამის გემოს. და თითქოს ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მეცნიერებმა გააგრძელეს გემოთა ძიება, სიამოვნებათა ძიება, ანუ რომელი გემო ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას და ასე მივიდნენ დასკვნამდე, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი აღმოჩენა გვაქვს, უფრო მეტიც სადავოც კი გახდა, რომელი აღმოჩნდება მე-6 გემო. მაგალითად, იაპონელები თვლიან, რომ ეს უნდა იყოს გემო, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიორი და ნიორში არსებული ალინი. სწორედ ალინის დამსახურებით აღიქმება გემო, რომელსაც ქვია კოკუმი და რომელიც განსაკუთრებულ სიმდიდრეს გულისხმობს, ანუ მდიდარი გემო, ასე ითარგმნება და პირსავსეობას, იმ საბეჭდილებას უკავშირდება, რომელიც ნივრით უხვად შეკაზმულ საკვებს ახლავს ხოლმე თან. მოდით ახლა მე თქვენ ერთ ფოტოს გაჩვენებთ, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან კარგად ნაცნობია და კითხვაც არ გვჭირდება. ეს შქმერულია ჩვენი ნაციონალური ტრადიციული კერძი, რომელიც გარკვეულწილად კუთხეებს თუ გადავხედავთ, კონკრეტულ კუთხესთან დაკავშირებული ძალიან საამაყო რეცეპტია. თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან საყვარელი არჩევანი იაპონელებისათვის, ვინც ეს პროდუქტი დააგემონა. რატომ? იმიტომ რომ მათთვის სასურველი გემო კოკუმი, რომელიც უკავშირდება ნიორს და უკავშირდება აგრეთვე ცილოვან კომპონენტს, ერთად თავმოყრილია აქ რძეში არსებული კოკუმი, აგრეთვე ის შეგრძნება, რომელიც უმამს და კოკუმს აერთიანებს ხორცის შიგნით და ნივრისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ელფერი კოკუმისა. ეს ის თაიგულია, რომელმაც მოხიბლა იაპონელები და რომელიც ძალიან საგულისხმოა სამეცნიერო თვალსაზრისით. რატომ? მე-6 გემოდ წოდებისთვის პრეტენდენტები არიან კოკუმი და კიდევ ერთი გემო, რომელიც ძალიან უყვართ ფრანგებს და ფრანგებისთვის არის ერთგვარი კულინარიული საიდუმლო, ცხიმებთან დაკავშირებული. კარაკი და ისევ კარაკი, გახსოვთ კულინარიული საიდუმლო, თუმცა აქ კულინარიაზე არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმ რეცეპტორებზე, რომელიც ადამიანთა გარკვეულ ნაწილს აღუძრავს დანაყრების შეგრძნებას, კმაყოფილების შეგრძნებას, სიამოვნების შეგრძნებას, მაშინ, როდესაც საკვებში არის საკმაოდ ჭარბად ცხიმი, იმიტომ რომ მათი რეცეპტორები, პირის ღრუს მგრძნობიარე უჯრედები არის განწყობილი სწორედ ცხიმის აღსაქმელად და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, კოკუმი იქნება თუ ცხიმი დამოუკიდებელ გემოთ, მე-6 გემოთ აღიარებული, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით დანამდვილებით, რომ ნებისმიერი გემო არის სიამოვნებასთან დაკავშირებული. სიამოვნება ქმნის წინაპირობას იმისთვის, რომ ადამიანებში აღიძრას დამოკიდებულება თუნდაც კონკრეტულ საკვებზე, კონკრეტულ კერძებზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სიამოვნება არ უნდა იყოს ჩვენთვის წარმართველი, როდესაც საკვებს ვირჩევთ. სასარგებლო საკვები შეიძლება იყოს გემრიელიც და მან მოგვანიჭოს სიამოვნება, მაგრამ მთავარი სიამოვნება კვებაში არის ის, რასაც ხშირად უბრუნდებით ხოლმე. ჩვენ უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არ ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ. დღეს მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.